მოგესალმებით ჩემო კარგებო, მოგესალმებით ჩემო ერთგულებო. იმედია ყველანი კარგად ხართ, მოვიდით თქვენთან მორიგი საჯარო გაშლით და დღეს მოდით გავაკეთოთ ექსპრეს გაშლა თქვენს სურვილზე. ჩაიფიქრეთ სურვილი და ვნახოთ, აგისრულებათ თუ არა ეს სურვილი, რა უშლის ხელს თქვენი სურვილის ასრულებას და რა დაგეხმარებათ თქვენი სურვილის ასრულებაში. გაშლაში გვექნება 4 ვარიანტი. პირველი ესეთი საყვარელი გულები მოგიტანეთ. პირველი არის ამეთვისტოს გული, მეორე ციტრინის გული, მესამე სოდოლიტის გული, რომელიც ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ რაღაცნაირად თითქოს საქართველოს რუკაა გამოსახული ზედ. და მეოთხე მთის გული. მაშინ ასე 4 ვარიანტი გვაქვს და ვნახოთ. აირჩიეთ ერთ-ერთი ვარიანტი, შეგიძლიათ სხვა და სხვა სურვილი ჩაიფიქროთ სხვადასხვა ვარიანტზე და ვნახოთ, რას გვიპასუხებს ტარო. მაშინ ასე დავიწყოთ პირველი ვარიანტით, ვინც აირჩია ამეთვისტოს გული. თანმიმდევრობა, რა თქმა უნდა, შეიძლება აირიოს, მაგრამ ამას არ ვაქცევთ ყურადღებას, ხომ თავარი მინერალი არჩეულია და მოდით ახლა ვნახოთ ჩვენ, რას გვეტყვის ტარო. პირველი ვარიანტი. შეგახსენებთ, ვისაც ჩემთან გსურთ პირადი კონსულტაცია, გაშლა, ენერგეტიკული დიაგნოსტიკა, სხვადასხვა რიტუალებთან დაკავშირებული საკითხები, უნდა მომწეროთ, არ მირეკავთ. წერთ ნომერზე 511131818 WhatsApp-ში ან Viber-ზე და ასევე შეგიძლიათ მომწეროთ ღამის მკითხველის Facebook გვერდის Messenger-ში. მაშინ ასე, თქვენი სურვილი. რა გიშლით ხელს სურვილის ასრულებაში და რა დაგეხმარებათ თქვენი სურვილის ასრულებაში. არ ვიცი რამდენად პირველ ვარიანტებს ჩაფიქრებული გაქვთ, რომ პირად ურთიერთობაზე, ერთად ყოფნაზე, ხო? იმიტომ რომ აი ამას გვიჩვენებს რაღაცის გაერთიანებაზე, ერთად ყოფნაზე. ეს შეიძლება ასევე დაკავშირებული იყოს, მანდ-ამაინც შეიძლება თქვენ და შვილი ხართ ერთმანეთთან შორს და გინდათ რომ ერთად იყოთ, ხო? მოკლედ, აი ეს ერთობაზე, ხო, ერთად ყოფნაზე, უფრო პირადულზე არის, პირადის ბედნიერებაზე პირველი ვარიანტი, ხო, რაღაცის გაერთიანებასთან არის უფრო მეტად, რა თქმა უნდა, სადღაც 90%-ით იცით მე პროცენტებით მიყვარს ხოლმე შეფასება, ეგ უკავშირდება ეს პირად ცხოვრებას, პირად სურვილებს. მოდით ახლა ვნახოთ, რა უშლის ხელს თქვენი სურვილის ასრულებას. ეს შეიძლება იყოს თქვენი საკუთარი შიშები. ჩემო კარგებო, თქვენი საკუთარი შიშები და შეიძლება იყოს თქვენი საკუთარი უმოქმედობა იმ თვალსაზრისით, რომ გონიათ, რომ როგორც თქვენ იქცევით, როგორც თქვენ ხართ, როგორც თქვენ მოიქცევით სხვა ადამიანებს, რომ სხვაებიც ასე მოგექცევიან. თქვენ შეიძლება იყოს ძალიან ერთგული, შეიძლება იყოს ძალიან მინდობი, მოსიყვარულე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ასეთია. გექნებათ ამისი ილუზია, ესე არ არის და ბრმად, მიენდობით, დაკარგავთ და გაფლანგავთ ზედმეტად თქვენს გრძნობებს, თქვენს სიყვარულს, იცოდეთ, რომ საპასუხო ყოველთვის უნდა მიიღოთ. და ბოლომდე, რა თქმა უნდა, იქნებით დარწმუნებული იმაში, რომ მართლაც როგორც თქვენ ხედავთ ადამიანებს, ისევე გხედავენ. ანუ აქ შეიძლება ვიღაცა რაღაცას მე მაინც დავამატებდი აქ და მინდა რომ შევხედო, რადგან ესე ამოვიდა, არ მინდოდა რომ ძალიან გამემიმას მექნა ახლა აქ სიღრმისეული ისინი გამეკეთებინა გაშლები, მაგრამ კი ნაწყენი ხართ თქვენ ვერიტარ, ანუ ადამიანს, რომელსაც თქვენ ენდობით ან ენდობოდით თვალდახუჭული, ეს ადამიანი ახლა თქვენთვის სანდო არ არის, სწორედ მან მოგაყენათ ტკივილი, სწორედ მან გაწყენინათ, მან ჩაგარტყა ზურგში და ვიღაცა ძალიან ცუდად გღალატოთ, ხო? აი და გიშლით თან ხელს აი ამ თქვენი სურვილის ასრულებაში, ამიტომ აქ ყავთ ხელთ, ვინ დაგეხმარებათ? დაგეხმარებათ საკუთარი გარემოცვა, პირველ რიგში ოჯახი, ყველაზე ახლობელი ადამიანები, გონიათ რომ უნდა იყოთ მარტო. ეს სურვილი, რომელიც თქვენ ჩაფიქრებული გაქვთ, ასრულებადია და ფიქრობთ, რომ მარტო საკუთარ თავზე უნდა ზიდოთ ყველაფერი და ყველაფერი თქვენი გასაკეთებელია. ესე არ არის, თქვენ შეგიძლიათ საყვარელი სანდო ადამიანები დაიყენოთ გვერდზე იმისთვის, რომ თქვენი სურვილი აისრულოთ. არიან ადამიანების კატეგორია, რომელიც ცდილობს თქვენს დახმარებას, რომელსაც უნდა რეალურად თქვენი ბედნიერება და პლუს ამას ყველაზე მთავარი რაც არის, აი ეს შინაგანი ძალა, ის არანორმალური შინაგანი ძალა, რომელიც თქვენ გაქვთ.
ნუ გაფლანგავთ ენერგიას ტყუილად, გამოიყენეთ აი ეს თქვენი სიძლიერე, აი ეს თქვენი შინაგანი ძალა, ნუ იქნებით უმოძრაოდ და გააკეთეთ ყველაფერი, რის გაკეთებაც არის შესაძლებელი თქვენი სურვილის ასასრულებლად. ანუ ნახეთ, აქ ფაქტიურად ყველაფერი თქვენს ხელშია და სურვილი ნამდვილად ასრულებადია. აი ესეთი იყო პირველი ვარიანტი. საინტერესოა როგორ რეზონირდა თქვენთან, ვინც აირჩია ამეთვეს და ველოდებით თქვენს გამოხმაურებას კომენტარებში. გადავიდეთ მეორე ვარიანტზე, კი ნაღამ გაგვექცა. ვინც აირჩიეთ ციტრინის გული, ვნახოთ ახლა თქვენთან რა ხდება, თქვენ შეგახსენებთ, ვისაც სურს ჩემთან პირადი კონსულტაცია, არ მიგრეკავთ, უბრალოდ მწერთ WhatsApp-ში ან Viber-ზე ნომერი 511 13 18 18 და ასევე ღამის მკითხველის Facebook გვერდის მესენჯერში შეგიძლიათ მომწეროთ. მას ასე თქვენი სურვილი ასრულდება თქვენი სურვილი თუ არა, რა გიშლით ხელს თქვენი სურვილის ასრულებაში, რა დაგეხმარებათ სურვილის ასრულებაში. აბა ვნახოთ ახლა თქვენი სურვილი, რა არის თქვენი სურვილი, რატომღაც უკავშირდება მამაკაცურ ენერგიებს, ასევე შეიძლება იყოს სამსახურთან დაკავშირებული რაღაცა თემები. არც ეს არ არის გამორიცხული, ხო? ნუ საჯარო გაშლარი, თან ექსპრეს გაშლარი, მოკლედ კონკრეტულად ვნახულობთ, სიღრმეებში არ ჩავდივართ, მაგრამ აი ეს ორი ვარიანტი არის აქ, ხო? ეხლა ვნახოთ რა გიშლით ხელს. სტაგნაცია აქვს, სრული სტაგნაცია და უმოძრაობა არის. შეამოწმეთ აუცილებლად თქვენი ენერგეტიკა. ნახეთ, რატომ ხართ ესე გაჩერებული, რატომ არის ესეთი ენერგეტიკული უმოძრაობა. პლუს ამას ნახეთ, იმედგაცრუებული ხართ თქვენ. როგორც ჩანს, ბევრჯერ ცადეთ, როგორც ჩანს, გააკეთეთ რაღაცები, იმოქმედეთ, მაგრამ ის შედეგი არ გამოიღო, რა შედეგიც გინდათ რომ გამოიღოთ. ეს ნამდვილად არ არის იმის საფუძველი, რომ გაჩერდეთ. უნდა იმოძრაოთ იმისთვის, რომ ეს თქვენი სურვილი აისრულოთ. სტაგნაცია არის, გაჩერება არის მესმის. ხლა იტყვით თქვენ, რომ ალბათ ამ კომენტარებთ, რომ ყველაფერი გავაკეთე, ვიბრძოლე, ვთქვათ, რაც შეიძლებოდა. ყველაფერი გავაკეთე, მაგრამ არა, გამოდის რომ ყველაფერი არ გაკეთებიათ, თქვენ ჯერ კიდევ შეგიძლიათ რომ იმოძრაოთ, იმისთვის რომ აი ამ თქვენი საწოდელი სურვილი აისრულოთ და რა დაგეხმარებათ ამაში, რა დაგეხმარებათ თქვენი სურვილის ასრულებაში. ნუ გეშინიათ, აი ზუსტადაც რომ გაგრძელება არის იმისი, თქვათ რა გიშლით ხელს, აი ამის გაგრძელება არის ის რა დაგეხმარებათ ის რომ ეხლა თქვენთან არის რაღაცნაირი მოგუშული სიტუაცია, რომ არის სტაგნაცია, რომ არ გამოდის ყველაფერი ისე როგორც გინდათ, ხო და გონიათ რომ всё ხელი უნდა ჩავიგნო, ეს ისე არ არის. თქვენში არის ეს შინაგანი ძალა, ამ სურვილს ასრულების პოტენციალი ნამდვილად აქვს. როგორც თქვი, ეს სურვილი უკავშირდება ან მამაკაც, ან სამსახურთან დაკავშირებით უნდა იყოს ეს, ვის რა გაქვთ გააჩნია ჩაფიქრებული და აუცილებლად გამოიდარებს თქვენთანაც ეს შინაგანი ძალა, ენერგია არის, აი ეს ენერგია და შინაგანი ძალა გამოიყენეთ. ანუ თქვენზე არის ესეც აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე დამოკიდებული. ნუ გონიათ რომ რადგან ახლა მოგრუბლულია, რადგან ახლა ყველაფერი თქვენს წინააღმდეგ ყველაფერმა შეიკრა პირი, რომ არ გამოდერებს ღამეს ყოველთვის მოსდევს დღე. ყოველთვის. ამიტომ აიყვანეთ თავი ხელში, აერთელი თქვენი ენერგია მოიკრიბეთ, გამოდით ამ ჩეხური მდგომარეობიდან, თქვენ ახლა კედელს ეჯახებით, უბრალოდ გაჩერებული ხართ და გზას ვერ ხედავთ, რა თქმა უნდა, წინ კედელია და ვერ დაინახავთ, მაგრამ ყოველთვის შეიძლება მოგბრუნება და სხვა გზით წასვლა. ამიტომ შეიძლება გამოიყენოთ მეგობრის რჩევა, შეიძლება გამოიყენოთ ტაროლოგის რჩევა, შეიძლება გამოიყენოთ ოჯახის წევრების რჩევა, მაგრამ პირველ რიგში აი მოძებნეთ აი შინაგანი ძალა, რომელიც თქვენში ნამდვილად არის და რომელიც ნამდვილად დაგეხმარებათ თქვენი სურვილის ასრულებაში. მაგაზე ველოდები მეორე ვარიანტებო თქვენს გამოხმაურებას, რამდენად რეზონირებს და საინტერესო იყო თქვენთვის პასუხი. გადავიდეთ მესამე ვარიანტზე, სოდოლიტის გული ვინც აირჩია და მოდით ნახოთ თქვენი სურვილის შესახებ რას გვეტყვის ტარო. შეგახსენებთ მესამე ვარიანტებსაც, ვისაც სურს ჩემთან პირადი კონსულტაცია. არ მირეკავთ, უბრალოდ მომწერთ ნომერზე 511 13 18 WhatsApp-ში ან Viber-ზე. ასევე შეგიძლიათ მომწეროთ ღამის მკითხველის Facebook გვერდის მესენჯერში. მას ასე თქვენი სურვილი, რა გიშლით ხელს სურვილის ასრულებაში, რა გეხმარებათ სურვილის ასრულებაში. ეს რო ჩანდეს, ხო? თქვენი სურვილი. რაღაცა როგორ არ ვიცი, გატყუეთ, რატო ამოვიდა.
ვინც აირჩია სოდოლიტი, ცოტა რთული მდგომარეობა არის ახლა აქ, იმიტომ რომ აქ თქვენ სურვილთან დაკავშირებით არ ვიცი, ან სურვილი უნდა შეცვალოთ, გამოცვალოთ თქვენი მიზანი, ან ვიღაცა ძალიან გატყობი, ძალიან არასწორი არჩევანი. ბოლოს და ბოლოს აი ტარო გეუნებათ რჩევას გაძლევთ, რომ ბოლოს და ბოლოს გააკეთე არჩევანი, ბოლოს და ბოლოს სხვა კარი უნდა შეაღო. რაღაცა არასწორი მიმართულებით მიდიხართ თავიდან ბოლომდე. ჩაკეტილია, გონიათ რომ ყველაფერი გამოცადეთ და იცით, ესე არ არის თქვენ სურვილთან დაკავშირებით, თქვენ სრული ინფორმაცია არ გაქვთ, ტყუილად ახურეთ ყველაფერი რომ მორჩა, ვიცი ყველაფერი როგორ რა და როგორ უნდა იყოს, ესე არ არის. თქვენ თვითონაც იკეტავთ თქვენ თავს, პლუს ამას არ ვიცი, ვიღაცა გატყუებთ თუ რაღაცა არასწორი გზით მიდიხართ ძალიან და ტაროს რჩევა არის ის, რომ ამ ეტაპზე აი თითქოს აი ცეთ როგორ ხართ, აი რაღაცა ვაკუუმში ხართ მოქცეული, არც იქით ხართ, არც აქეთ ხართ და ტარო გეუნებათ რომ დროა სხვა კარები შეაღოთ. აქ ტყუდებით იმ გზაზე რომელზეც თქვენ ხართ, აქ ტყუდებით. აი აქ საინტერესო იქნება უკვე პირადი კონსულტაცია, იმიტომ რომ აშკარად არასწორი გზით მიდიხართ, რაღაცაში ცდებით, ან ვიღაცა ცდილობს რომ შეგაცდინოთ და არასწორი გზით გატაროთ. აი ესეთი გამოვიდა სოდოლიტი და თქვენს კომენტარესაც ველოდები, საინტერესო როგორ რეზონირდება თქვენთან. როგორ რეზონირდება თქვენთან, გადავიდეთ მეოთხე ვარიანტზე, ვინც აირჩია ბროლის გულის ამორჩევრებსაც შევახსენებთ ჩემთან პირადი კონსულტაციისთვის. არ მირეკავთ, მწერთ WhatsApp-ში ან Viber-ზე, მხოლოდ ნომერი 511131818 და ასევე შეგიძლიათ ღამის მკითხველის Facebook გვერდის მესენჯერში მომწეროთ. მაშასე, მოდით ვნახოთ ახლა თქვენი სურვილი რა გიშლით ხელს და რა დაგეხმარებათ სრული სასრულებაში. თქვენი სურვილი რა გიშლით ხელს და რა დაგეხმარებათ თქვენი სურვილი სასრულებაში. ნახოთ ახლა თქვენი სურვილი. მეოთხე ვარიანტი, ვინც აირჩიეთ. მეოთხე ვარიანტი, ისევ და ისევ გარემოს შეცვლა, სიტუაციის შეცვლა. აუცილებლად მოусმინეთ მესამე ვარიანტს, სოდოლიც. აუცილებლად, აი ეს წინა იყო, ზუსტად წინა ვარიანტი იყო. მოусმინეთ, იმიტომ რომ ის თქვენთან რეზონირებს, აუცილებლად. ნახეთ, აქ ილუზიებში ხართ, აქ გარკვეული პრობლემები თქვენი სურვილის სასრულებასთან დაკავშირებით ნამდვილად არის. არის ადამიანი, რომელიც ცდილობს არასწორი გზით გატაროთ. შეიძლება ეს ადამიანი თავად თქვენც იყოთ და მიდიოდეთ არასწორი გზით, ნუ საჯარო გაშლა არის, ექსპრეს გაშლა არის და მოკლედ ვამბობთ ამ ყველაფერს. რაღაცა არასწორი ციკლურობით მიდის, რაღაცა უკუღმა ტრიალებს თქვენს წყლის ქვილზე ნამდვილად არ ასხავს წყალს, აი სტაგნაცია რომელიც არის, როგორც გითხარით, მოусმინეთ რომ აი ესეთი, ასე ვთქვათ, სრული სურათი შეიქმნათ მესამე ვარიანტსაც და შემდეგ მოусმინეთ თქვენ ვარიანტს. იმიტომ რომ აქ არის პრობლემა იმაში რომ ცდარი წარმოდგენები არის რაღაცა ილუზიები და ბუნდოვანება და ტარო გეუნებათ რომ თქვენთვის რჩევა არის ისევე როგორც მესამე ვარიანტში, თქვენთვის რჩევა არის გარემოს შეცვლა, სიტუაციის შეცვლა, სხვა კარების შეღება, ანუ არასწორი გზით მიდიხართ, ან ვიღაცა გაიძულებთ რომ არასწორი გზით იაროთ, ვიღაცა გიბნევთ თავგზას იმის რომ ვერ მიაღწიოთ თქვენს საწადეს, ვერ მიაღწიოთ თქვენს მიზანს. თუმცა ამას აუცილებლად მიაქციათ ყურადღება. აი ძალიან საინტერესოა, მოკლედ უყურეთ მესამე ვარიანტსაც და ველოდებით თქვენს გამოხმაურებასაც, როგორ რეზონირდა, რამდენად მოგეწონათ გაშლა. მე კი ჩემს ყველას უღრმეს მადლობას მოგახსენებთ იმისთვის, რომ ხართ ჩემს არხებზე, ერთგულებისთვის, განსაკუთრებული მადლობა გამომწერებს და ყველას, ვინც აქტიურობს ჩემს არხზე. მათ შორის მათ, ვინც შემოიპარება ხოლმე ჩემს გვერდზე და ჩუმჩუმად უყურებს. გაშლას ყველას ძალიან დიდი მადლობა. მეულებ ბედნიერებას, სიყვარულს, სიხარულს და კეთილდღეობას გისურვებ.